ბარსელონა. კიდევ ერთი ესპანური თავგადასავალი. ბავშვობაში აქ მოხვედრაზე ვერც კი ვიოცნებებდი. გამართლებს თუ არა ჩემს მოლოდინებს და ღირდა თუ არა იმ ნერვიულობად, რაც აეროპორტში გადახვდა, ამას ვიდეოში გაიგებთ. მანამდე კი უნდა მოვინახულოთ ყველა ღირსშესანიშნაობა, დავაგემოვნოთ ტრადიციული საკვები, უგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს და ვეწვიოთ ჩემს მეგობარ პოპის ვახშამზე, სადაც პაიას დავაგემოვნებთ პირველად. Excuse me, where is the Sagrada Familia? ეს რო წახვალ, ხო, მარჯვნივ უნდა გაუხსნი ერთი 100 მეტრი არე, მე მეტროში ჩადი და ამოხვალ პირდაპირ წინ. ქართველი ხარ? რას ვიძახი? მადლობა. საერთოდ მეცნობით მე მგონი. კაი, კარგად. ცეთ გითხარით სად ვიმყოფებით? ეხლა ვიმყოფებით პლასა კატალონიაზე. კაი, იქით გაახედე ხალხს. ეს არის კორტ ინგლესი, რომელიც არის ესპანეთში ერთ-ერთი ცნობილი სავაჭრო ცენტრი. მოდი გადავიდეთ ახლა პირად შეკითხვებზე. რას გვეტყვით ბარსელონაში ცხოვრებასთან დაკავშირებით? თქვენი გამოცდილებაზე დაყრდნობით გითხარით როგორია? მე ძალიან მომწონს აქაურობა. ყოველთვის ამბობ, რომ ნებისმიერ ინტერესის ადამიანი იპოვის მისთვის შესაბამის წრეს და სოციუმს ამ ქალაქში. აი რა უცნაური ინტერესი არ უნდა გქონდეთ, დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც რაღაცა კლუბი არის ჩამოყალიბებული, სადაც ხალხი იკრიბება და მაგ რაღაცას აკეთებს. მარტივია მეგობრების პოვნა და ხალხის გაცნობა. შესაბამისად ინგლისურიც არ ჭირს, მაგალითად ვალენსიაში არ ვიცი ისიც თუ არა, ვალენსიაში ვცხოვრობდი აქამდე. და იქ ინგლისური ძალიან ბევრმა არ იცოდა. აქაც არის ეგ ტენდენცია, რომ ლოკალებმა შეიძლება არ იცოდნენ ინგლისური, მაგრამ იმდენად გლობრივებმა ნაკლებად იციან აქაც, მაგრამ აქ ის კომპენსაციას ისაკეთებს, რომ ბევრი ინტერნაციონალი არის და პირველი დავიწყებ იქიდან, რომ უნივერსიტეტიდან მომყვებიან მეგობრები, რომლებიც აქაც ცხოვრობენ. მაგალითად, ერთი მეგობარი არის კენიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან ყავს ერთი მეგობარი. მე როგორც გითხარით, ბევრ კატალანელს თვითონ ლოკალს არ ვიცნობ. რამდენი ორი მეგობარი მყავს მხოლოდ და ორივე ძალიან გახსნილი აზროვნების მქონე ადამიანები არიან. დიდი სხვაობა ბარსელონას და ვალენსიას შორის არის გამწვანება. აი, მალე შეატყობ თქვენს, რომ ბევრი გამწვანება არ არის ვალენსიაში. ბარსელონაში ბევრი გამწვანება არ არის. ინდივიდუალურია. მადლობა მოკლედ ასეთი ჩვენ მივიდივართ ახლა ბარში და ჩვენ გზაზე გვინდოდა რომ ესეთი პატარა ინტერვიუ ჩაგვეწერა. ეხლა აქაურ რაღაცებზე კონტენტი აქვს პოპის მრავალმხრივი და აუცილებლად უნდა დააფოლოვოთ და დახვიდეთ TikTok-ზე, Instagram-ზეც ქარლი პოპი, მიხვდებოდით ქარლი რატო? იმიტომ რომ არის ხუჭუჭა და პოპი იმიტომ რომ არის პოპიაშვილი. წერებისთვის ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, გამოიწერეთ Cook and Talk YouTube channel და ასევე TikTok გვერდინ. სიყვარულით სალომე. კი არა, სიყვარულით პოპი. ფეხბურთის საყურებლად ვეწვიეთ ერთ-ერთ ირლანდიურ პაბს, სადაც დავაგემოვნეთ ლუდი, ვჭამეთ უგემრიელესი ბურგერები და რაც მთავარია, უგულშემატკივრეთ ნაკრებს თურქეთთან თამაშისას. ჩვენ საქართველოს ფორმაში, Irish pub-ში, ბარსელონაში. საქართველოს ესპანეთის დაპირისპირება გადაიზარდა სიყვარულში. ძალიან დამწუხრებულები და თვალები ვართ. ეს ჩემი ღიმილი არის სასმის დამსახურება მეგობრებო, თორე რა გამაღიმებდა 4 დღეზე არ გწხვენია. არ ცხოვრება გრძელდება ბარსელონაში. მეორე დღეს გეგმაში მუზეუმები გქონდა, ვეწვიეთ გოთიკურ უბანს, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი იყო ჩემთვის, ასევე ვიყავით პიკასოს მუზეუმში და თუ გახსოვთ, რამდენად მიყვარს მუზეუმები, ჩემს ხუმრობებსაც მარტივად მიხვდებით. ჯერ ორი ოთახი დავათვალიერე და შემოვედით, რომ ჩემს სულმა აპოვა განსასვენებელი ამ ოთახებში. ხედავთ ალბათ როგორ მშვიდი ვარ. აი სულიერ დავისვენე და რაღაცა კიდე კაი გაუდი იმ დააპროექტა, თორე ესე რომ დარჩენილიყო მე აქ არ ჩამოვიდოდი.
არა, საშინელებო. შემდეგ გავეშურეთ პარკ გუელისკენ, რომელიც ნამდვილად ულამაზესი იყო, ქალაქიდან ცოტა სიმაღლეზე, არაჩვეულებრივი ბუნება და რაც მთავარია, გაუდის დაპროექტებული ულამაზესი ნაგებობები. ცოტა სიცხემ და შიმშილმა კი შეგვაწუხა, მაგრამ საღამოს ყველაზე მაგარი გამოცდილება გველოდებოდა. უნდა გვეჭამათ რესტორანში, სადაც 25 ევროდ რასაც გვინდა, იმას შევუკვეთავდით. მივდივართ რესტორანში, სადაც უნდა ვჭამოთ 25 ევროს პროდუქცია და იმის იქით. ანუ რამდენიც ვინა იმით ვჭამთ 25 ევროში. გვირჩი ეს ონიონებს და ჯუჯუებს ოჯახმა, კერძოდ სამმა შვილმა, დემეტრემ, ალექსანდრემ და ანდრიამ. და ველოდებით შევუკვეთოთ. ერთსული. რესტორნის მაგიდაზე დამაგრებული იყო ეკრანები, რომლითაც უკვეთავდით ყველაფერს და ყველაფერში გულისხმობ მართლა ყველაფერს. შევუკვეთეთ კალმარები, კრევეტები, მიდიები, სუში, რვაფეხა, წვნიანები, ლაფშა, ზღვის მცენარეების სალატი და ამ ყველაფერს ნელ-ნელა ვამატებდით. საქმე ის იყო, რომ თუ დავტოვებდით, გადაგვახტევინებდნენ ჯარიმას. ამიტომ აუცილებლად ყველაფერი უნდა გვეჭამა და ჩვენი რისი ქართველები ვართ, თუ ყველაფერს არ მოვერეოდით. მეგობრებო, თუ ბოლომდე არ შევჭამთ, გვამატებინებენ ფულს და ისეთი სახელებით იყურებიან ესენი ბოლომდე ვჭამები არა 25 ევროზე მეც მე არ გადამეხია ყველაფერი. მოგწერთ მეგობრებო, ან გეტყვით, რა ვიცი. თუ ვერ შევჭამთ, ჩანთას ჩავიყრით. რასაც ვერ შევჭამთ, ჯიბეებს ჩავიყრით, მეგობრებო ხა. ჩემი მეცე ნუ ხარ წამოსული. ეს მეგობრები მოვიყარიან, ხათი ვიყოთ და მე ეპიდემია. სუფში. იქ ძენი მერწყვი. ნამდვილად შაქარი. შაქარი და დამწვარი არის რა. და შაქარი აქვს ზემოდან ობრაცული. ეს გონი და იმედია მიდიებია. ეს უცნაურია. რა შეუკვეთა? ნახე დღეს ესე გავდივარ 15 კილომეტრს მინიმუმ. და ანუ ეს გაგაძღო? ძალიან ხონდა მოფიქრებო რა, ანუ სამხმარი და 20 კილო ვარ ჭამოვა. ღამეს თუ გადაუჩით, მე შეგეხმიანებით. ეხლა გამოვისეინოთ საგრადასთან. და უბრუნდებით სახლში. ხვალინდელი დღეს გვაქვს დაგეგმილი საგრადას ტური ფისი. შიგნით. მერე კამპნოუ და ბოლოს მივდივართ პოპისთან ბახშანს. საგრადაზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. ერთ წარმოვიდგენ, რომ ეს ყველაფერი ადამიანმა დააპროექტა და მერე ააშენა. მისი შეღედვისას რაღაც უცნაური და იდუმალი შეგრძნება დამეუფლა. თითქოს ძალიან დიაც ვუყურებდი. ალბათ ასეც არის. გამიჩნდა განცდა, რომ ძალიან მძიმეა ლოდებით აშენებული და ცოტა საშიშიც, როგორც შიგნიდან, ისე გარედანაც. ამავე დღეს ვიყავით კამპნოუს მუზეუმში, რომლის ვლოგიც ცალკე მინდევს და შეგიძლიათ იხილოთ. საღამოს კი გავეშურეთ პოპისთან და ბალტისთან ესპანურ ვახშამზე. აი მოსაღამო და მეგობრებო და მივდივართ დინერზე. ჩვენს ბარსელონელ მეგობრებთან, პოპისთან და მის გულის წოთთან. როგორ ხარ? მეგობრებო, ახლა ვიმყოფებით პოპისთან. ნამდვილი ესპანელი ხმაცმილი მოგვიმზადებს ნამდვილ ესპანურ პაეიას. მეტი რა გავაკეთო? აუთენტიკ პაეიას დავაგემოვნებთ დღეს და თქვენს განახებთ როგორ გამოიყურება. ასეთი ლამაზი სუფრა გაიშალა. ქართულ ნოტებზე, ოღონდ ესპანური საჭმლით. პრესია. კი, რა თქმა უნდა, ესპანური გვექნება ყველაფერი. ამონი, დიახ. ოლივს როგორ არის? ზეთისხილი. და პაეია. აჰა. ნამდვილად. რომელიც ახლა მზადდება საპრეზიდენტო. Do you know what is გამარჯო? გამარჯობა means hello. Yes, of course. ძალიან კარგი სუნებია. It's good. It's bell pepper. Bell pepper, yes. Yeah, it's Chicken with black pepper and salt. Aha, And okay. this red pepper with carrots. Aha. It's good. I will add
the tomato sauce. This one. Yeah. Then I will add the paprika. Paprika. Then also very important the saffron. And then I will add the rice. This one. Yes. Bomb rice. Okay. You should boil first or mix together I with. will put it with everything. Okay. All together. Then I will put this back again, and then I will add like a soup, like a meat soup. Yeah. ჩვენთან გალინა ბლანკას რო ეცოდა. I will cover and just leave it for some time. აი სასწაული გამოდის. ნამდვილი პაეია ესპანელის ხელებით. ომაზესია. ელი რა გაშრა. ჩამოვედი ამ ესპანელებთან და გამიშრეს ეს ყელი. ბალტიმ ასევე თავისი საფეხბურთო მაისურების კოლექცია დაგვათვალიერებინა, სადაც 42 მაისური აქვს და აღფრთოვანებულები უსმედით მის ჩამონათვალს. Georgia, of course. Georgia, this is a present from Mariana. This is Spain, a birthday present from my friend. ჩვენ დავსხედით, მაგრამ საჭმელი რატო არ მოდის? One day I had to be. მეგობრებო, ეხლა თქვენ უნდა გადაივაგოთ და დააგემოვნოთ, რომ ჩემს ვიდეოებში გამოჩნდეს. თვითონ შეფი მიღებს მე პაეიას. It's very beautiful. Oh, რა კაია მართ. It's also burned from. Yes, I love this one. Okay, now you. კი, მიყვარს. Now you. მართლა კარგია. ძალიან კაია. მარილსა და მოვიდან მარილს რა და ადამიანი, რომელსაც უყვარს ჭამა და გემრიელი საჭმელი. ეს შემოსელი იდეალური ხდება. Bravo, chef. Buen provecho. Una foto buena, filho. მიდიაბა. მე ძალიან მომეწონა. რამდენად კარგი იყო პაეია, აი ხედავთ ალბათ. წამოვედით სახლისკენ, არაჩვეულებრივი ვახშამი მქონდა, ვითამაშეთ. Drunk. Of course. არაჩვეულებრივი ვახშამი მქონდა, მეგობრებო, მე ვითამაშეთ ქარდები და ძალიან სასიამოვნო და კარგი საღამო გავატარეთ პოპის სახლში და ეხლა მივდივართ სახლისკენ, უნდა ჩავბარგდეთ და ხვალ ტოვით ბარსელონას. დილა კი გვექნება, მაგრამ რაღაც ერთი ვაჭრდა. დანარჩენი უკვე ეს იყო დასასრული. მიყვარს ბოლო დღეს რომ უკვე ისე დავდივარ უცხოეთში, ანუ მეტროში, როგორც საქართველოში. თითქოს აქ ცხოვრობ და ყველაფერი ზეპირად ვიცი. ესე აუღებ ხოლმე აუღოს. დილა ბარსელონაში. არ ვიცოდით რა გველოდა აეროპორტში, რადგან გადაჭარბებული ბარგის გამო ძალიან დიდი ნერვიულობა გამოვიარეთ, ამიტომ მართალია ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ერთადერთი, რასაც უნატრობდით, ის იყო, რომ მშვიდობით ჩამოსულიყავით საქართველოში. ამიტომ ალბათ ეს ნერვიულობაც დაგვამახსოვრდება და მერე გაგვეცინება ამაზე. ყველაფერი კარგად დასრულდა. ბარსელონამ ნამდვილად გაამართლა მოლოდინები.